Bye, Yaro. Bye. I hope you don't die for the test. Okay, I'm gonna try. არ ვიცი ხარ რამდენი გაიგეთ, მაგრამ იმედი არ მოგტებიო, დამიბარა. ანუ, გათხოვდა ისევ რა, ალიასკა რა თითქმის, ალიასკა. მივდივართ ნიუ-ჯერსში, ჩვენ გვაქვს სამი ვარიანტი რა მეგობრებო. პირველი, წავიყვანოთ ვენი, მაგრამ ნახე ვენზე რა პრობლემა გვაქვს. ვენზე არის საბურავების პრობლემა, ანუ ახლა მეზარება კამერის შემოტრიალება, მაგრამ ვენზე არის საბურავების პრობლემა. სრიალებს. თუ არა ზამთარში ისე კაი. ვერ დავაყენე საშველი რომ ეგ გავკვეთებია. ვარიანტი მეორე არის წავიყვანოთ პრიუსი. პრიუსიც კარგია, მაგრამ მაინც ახლა 2 საათის გზაზე თან თოვლში ისე თოვლში რო არიცი. როგორი თოვლი იქნება? ანუ ჩვენთან ცოტა გადაიღო, მაგრამ ახლა რა მიმართულებითაც მივდივარ, იქით მიდის თოვლით რა. გზაზე ხუაზე ხარ, ახლა მე კარგად ვატარე, მე კაი მძღოლი ვარ საერთოდ, საჭეს ჩემია, მაგრამ სხვა შეიძლება ვერ ატარებდეს კარგად. ამიტომ მივდივართ აი ამით. ამანქანაზე ერთი ის პრობლემაა, რომ ანუ ნელა დადის. ეგ ერთი. გასაგები მიზეზების გამო. მეორე პრობლემა ის არის ჩემო მეგობრებო, რომ ძალიან ბევრ ბენზინს წვავს, არ ქვია ამას ქვია სვავს ბენზინს. ფიზიკურად დგება და სვავს ბენზინს. ხო და რადგან ნელა დადის და ბენზინსაც სვავს, ცოტა დიდი ხანი მოუნდებით. ანუ გზა გვაქვს 2 საათის, მაგრამ ჩვენ მოუნდებით 2 საათ ნახევარი სავარაუდოდ. უნდა ჩამოვიყვანოთ დედაჩემი საშობაოდ. აქეთ, რომელიც ნიუ-ჯერსია. ასე. მოგე დავიძრათ რა და გზა შეგიხმიანებით. შვენიერი დილა. 5 საათის მერე ფეხზე ვდგავართ იმინა. აგერ გზებს კი ხედავთ როგორი მოყინულია. ანუ წინა ნათხოვზი არის გადათოვილი. ამიტომ მგონია რომ ჯიპი მაინც კაი გადაწყვეტილებაა. ასე მგონია მე, მაგრამ ჯიპი ცრიალებს და ხა. ბაზარი არა. 2 საათი როგორ გინდა ასე იარო. ანუ სავარაუდოდ ავტობანი სუფთა უნდა იყოს, მაგრამ ახლა ავტობანზე ახლა ჩვენ რო გავალთ, მერე კიდე სიმაღლეზე ავდივართ. პოკონო არის ესეთი რა, როგორც ბაკურიანი ესეთი თემაა და იქ როგორც წესი უფრო თოვს ხოლმე რა. აი ამ ავტობანზე უნდა დავждეთ. რომელიც სუფთა ასე მართლა რო გითხრა. ჯერჯერობით. მაგრამ სანამ ამას ვიზავთ, საძოვი უნდა ჩავასხათ. ამდენი კი გვაქვს დარჩენილი მანქანაში, მაგრამ როგორც აღნიშნე ძალიან ბევრს წვავს და არ მგონია გვეყოს. მე ჩაისხა $24 რა, 7 გალონი. 8 გალონი თითქმის. 8 გალონი ბენზინი, საულძმა. საულ რას წვავ? Oh, thank you. წავედით. აი, განახოთ რას გავს მანქანა უკვე. ანზორა გამიბრაზდება, ახალი გარეცხელი მანქანა. უკვე ისევ ტალახები აქვს. აბა. Red Bull-ის დავითხრიეთ და ეგ არის, გავგაზეთ რა. თითქმის 2 საათია უკვე გზაში ვართ, მეგობრებო. ნიუ-ჯერსისკენ უფრო წვიმს, ანუ ითოვა ადრე. ანუ დილას ითოვა, მაგრამ არც იმდენი ჩვენსკენ რო ითოვა რა. ჩვენსკენ მთები ამბავი საქმე. აი მოვდივართ ნელა-ნელა, ანუ ნელა-ნელა რა ახლა მე ჩქარა მაინც ვერ მოვდივარ და. არ მიშობს მაშინა და. ნელა-ნელა რა. ანუ განსხვავება რა არის, იცი? მე ნელა დავდივარ და ტანკში ვძივარ და ვიღაცები ნელა დადიან ჩაკოკულე რა. ეგ ამბავია. წავი, კიდე დაგვჭა ერთი ნახევარი საათის გზა, ალბათ 20 წუთი, ნახევარი საათი ასე ვთქვი. და მერე უკან ისე 2 საათ ნახევარი ალბათ. ნუ რაც არის ეგ არის ახლა რა გინდა, ახლა არც ეს გინდა, რა გინდა, შენ თვითონ არ იცი რა გინდა. აი.
ნიუ-ჯერსო, მუდამ ზიანო, დღეს რა დედა შემადლიანო. საათიანი სიარული. შემდეგ დავბრუნდით სახლში. ჩამოვედით, შვიდობთ, საკაი. არ თოვდა სხვათა შორის ნიუ-ჯერსი. აქითობოსაც ეს თოვლები რაც გავიარეთ, ყველაფერი გამქრალი. წყლად იყო ნაქცევი. აბა. მოვედით, ახლა გავშლეთ ვაგიდას. აი ესეა. აი ცივილური. აი კიშკები. რა გვენაურე? ამერიკაში კაც. 5 საათიანი ნიუ-ჯერსის მგზავრობის მერე ისევ გზაზე. დღეს მეგობრებო თენდება შობა. ანუ დღეს ღამე ხვალე არის შობა რა მოკლედ ვთქვა. ხო და გამაგზავნეს ახლა. დედაჩემ უცებ ხაჭაპურები. აქით ნობათები მანქანაში. ადე კიდე წაუგე შენ ძმასო. დავაბაიქეთ მოკლედ ჯორჯი. ანუ ვიდეოში გამოჩენა არ უნდოდა, იმიტომ რომ პრინციპში მართალიცაა, მე რომ დამინახავენ, მე შენ აღარ გიყურებენო. არ ვიცი ახლა მაგამ რა იგულისხმო, მაგრამ რავი, არ უნდოდა რა ვიდეოში გამოჩენა და. მე გაუკვირდა. რაზე გაგიკვირდა კი, მაგრამ კიდევ სახლში ვარ, კიდევ მოვედი. იმედი აღარ წავალ. მოვედით სახლში, მოვედით. 7 საათიანი მოგზაურობა, მგონი დასრულდა. თამშია, ბიჭო, რამშია. ახლა გავედი გარეთ ნაგვის გადასაყრელად. და აშკარად არის ახალი ნაფეხურები. აი სუცინცხალი ნაფეხურებია. მაინტერესებს რა იყო? ან ვინ იყო? მოდი ახლა განახებ ნაფეხურებს. ეს ჩემი ნაფეხურებია, ბაზარი არა, როგორ გითხარით, ეხლა გავედი ნაგავი მივიდა. აი ეს რა არის? აი ეს მისი ნაფეხურებია. აი აშკარად ნაფეხურია. აი ესე მოვიდა რაღაცამ და ხეზე ავიდა. აბა საწავიდა, ხესთან მოვიდა. აგერ არის ხესთან მოსული. მე მგონია ირემია. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული. ასევე აი აქ დააკემპერა. აი აქ დაბირჟავდა. მე აი ესე წავიდა. ან ასე მოვიდა კიდე. ხო, აქით აღარ არის ნაფეხურები. არა. აი ეგერ არის ნაფეხურები. ხეზე არასულა. აქით წავიდა. აშკარად ახალი ნაფეხურებია. და ესე ხეებს გაუყვა. მაგრამ ჩვენ იმედია დავიჭირეთ რა იყო. წავიდეთ აბა, გავტესტოთ, ნახოთ რა იყო. იმედია რამე იყო. ხო ეს კამერაა რა, სენსორზე ირთვება. ხო აზიხარ. ვაა, კიდევ დავაგდე SD კარტი. წავიდეთ ახლა, ნახოთ რა დადიოდა მან. იმედია ბატარეა არ იყო დამждარი. მე მგონია ირემია. შენ რა გონია დაწერი, აბა კომენტარი სანამ ახლა ამ ვიდეოს განახებ. უცებ, გააპაუზე, მითხარი შენ რა გონია რა იყო. რის ნაფეხურს გავდა ეგ. ნახოთ აბა. ო, არ ვიცი მეგობრებო, აი ამათ გარდა ვერაფერი ვერ ვნახე და აშკარად ანუ დაახლოებით ვიცი რომ ირემია, მაგრამ ანუ ძველი კადრები რომ ვნახე, თითქოს და ძველებთან არის, მე აღარ ჩანს და აშკარად კამერის წინა აქვს გავლილი და თუ კამერა შემოუარა. მოკლედ როგორც არის. დათვი არ ყოფილა მთავარია, მაგრამ მამალი ირემი აი ეგ მინა კაი მოსაკლავი იყო. ხო აზიხარ. ვიდი ახლა ეს დავაყენო უკან და გაუშვა ისევ ჩაწერას. ეგა
ნახო თუ რამე მოვა კიდე. ხო, აი იმ ადგილზე იყო, მეცეს აი რაღაცა მოკლედ, სადაც არის. მანდ იყო კაირემი რა. აქ რო გამოვიდე, დილით აგერ სკამზე დავждე, მეგობრებო. ან ვაფშე ეგრე ბალკონზე დავждე და უყურო ჩამოიარა გაუშვა არბალეტი. ეგაც ხორცი რა ამ ზამთარში. ხოზე. ეს ჩაოლებრივი ამბოვია რა. ფლოსტებზე შავი ნასკები და მერე თოვლში სიარული, აბა რა.